ხალხი ისეთი აღერვებული იყო და გაწევგამოცემებული იყო და როცა მოხერხდა დაკავდა. როცა მოხერხდა დაკავდა? როცა მოხერხეს? ანუ დაასრულებდა დოზებო, ამ დროს მონებოდა ასე შედარება. ეცადებდა მოახერხა ფიზიკა. რა მანძილიდან ეძახდა ეს? ახლოსი. ვიწყებთ მეორე პროცესის პირველი მოწმით, რომელიც არის ლევან გოგმაჩაძე და არის გამომძიებელი. და მის ჩვენებაში, ასე ვთქვათ, ერთადერთი მთავარი და მნიშვნელოვანი რაც თქვა, იყო ის, რომ პატაკში, უბრალოდ რაც დაადასტურა, არის, რომ პატაკში, როდესაც მან ჩაიბარა და წაიკითხა, წერია, რომ ზია ამაღლობელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა დგებუადეს და იქ არსად წერია, რომ თავს დაისხა მას. ჩვენ აქ გძანებთ, რომ პატაკი გამეწერაო და პატაკში ეწერაო, რომ ბატონ დგებუაძეზე მოხდა თავდასხმა. ასეთი რამე წერია პატაკში ფიზიკური შეურაცხყოფა. მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იმიტომ რომ აქ პროკურორის უდექცებოდა თავდასხმა, პატაკში წერია ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის გამომძიებელი, რომელმაც, ასე ვთქვათ, დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე. ეს ფორმა ერთი შეავსო. მისი გადაწყვეტილებით ფორმალურად დაიწყო გამოძიება მზიას საქმეზე და მნიშვნელოვანი მის ჩვენებაში რა იყო? რომ პრინციპში მას მოუწია დაედასტურებინა, თუმცა კითხვები სხვანაირად იყო დასმული პროკურორის მხრიდან, მას მოუწია, იმიტომ რომ პატაკი დევს საქმეში დაედასტურებინა, რომ პატაკში მითითებულია მხოლოდ ის, რომ მზიამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ბატონ დგებუაძეს და პატაკის შემდგენელი გახლავთ საგამოძიებო ნაწილის უფროსი ბატონი ფერაძე, რომელიც ასევე დავკითხეთ პირველ პროცესზე და ჩემი კითხვა სწორედ ამიტომ იყო, რომ ფერაძეს ჰქონდა თუ არა იურიდიული განათლება და ფერაძეს აქვს იურიდიული განათლება, ყოველ შემთხვევაში ასე დაადასტურა. შემდეგ თქვენ გამოკითხეთ ბერდია ფერაძე. ამ გამოკითხვაში ჩვენი ვიცით რაძელი გამოკითხვის ოფში, მაგრამ ხოყვებოდით და ამიტომ გეკითხებით. ამ გამოკითხვის ოფში ბერდია ფერაძემ სადმე გითხრათ, რომ დგებუაძეზე მოხდა თავდასხმა. თავდასხმა, ასეთი სიტყვა არ ყოფილა, მაგრამ მან აღწერა ის მომენტი, თუ რა მოხდა ზოგადად, რომ მოკაჩა კლუბზე და ხელი გაარტყა, მარცხენა ხელი გაარტყა, მარჯვენა მოღისა და ყურის არეში. მადლობა. თქვენ როგორ იცით, ბერდია ფერაძე განათლების იურისტია? ბატონო, როგორც მე ვიცი. სწორედ ამიტომ ვკითხე, რომ ანუ იურიდიული განათლების მქონე საგამოძიებო ნაწილის უფროსი, როდესაც წერს პატაკს და მზიას მოქმედებას აღწერს, ანუ მან ეს აღწერა, თვითმხილველია იმ, ასე ვთქვათ, ინციდენტის, ფიზიკური შეურაცხყოფად დააკვალიფიცირა ეს. ამ პატაკში სხვა არაფერი წერია და ჩემი კითხვა სწორედ ეს იყო, რომ როდესაც გამოძიება დაიწყეთ, ჰქონდათ მხოლოდ პატაკი, სადაც წერია, რომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ თავიდან ცადა, რომ ცოტა შეცდომაში შევეყვანეთ, მან თქვა, რომ იქ მითითებული იყო, რომ ეს დაკავშირებული იყო მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, დგებუაძესთან დაკავშირებით. შემდეგ პატაკი გამოუქვეყნეთ, ასეთი რამ იქ არ წერია. პრინციპში მოწმემ დაადასტურა, რომ მას არაფერი არ ქონდა გარდა პატაკისა. და ხელმძღვანელობის მითითებით დაიწყო თავდასხმის მუხლით გამოძიება, მაშინ როდესაც მას მტკიცებულებები რაიმე, რაც მას მიანიშნებდა იმაზე, რომ აქ შესაძლოა იყოს პოლიციელთა თავდასხმა არ ქონია, ქონდა მხოლოდ პატაკი, რომელიც ეუბნებოდა სხვა რამეს, მაგრამ მაინც დაიწყო გამოძიება ამ მუხლით, ვერ ახსნა რატომ ამ მუხლით. ხო, და პრინციპში პირდაპირ თქვა, რომ ჩემმა ზემდგომმა გიორგი კავსაძემ, უფროსმა, უბრალოდ მითხრა, რომ მზია ამაღლობელი დაკავებული იყო 353 პრიმამუხლის პირველი ნაწილით. როდესაც მე პატაკი დამეწერა,
გიორგი კავსაძემ, უშუალოდ ჩემმა უფროსმა, მითხრა, რომ უკვე მზია მაღლობი დაკავებული იყო 353 პირველ ამოხდის პირველი ნაწილი. ამ დროს დაკავების ოქმი შეძენილია იურიდიულად გაცილებით მერე დროის მიხედვით, ჯერ არის დაწყებული გამოძიება, ჯერ არის დაწერილი პატაკი, მერე არის დაწყებული გამოძიება და დაკავება არის გაფორმებული შემდეგ. გურამ დიასამიძე იყო მეორე მოწმე, გამომძიებელი. გურამ დიასამიძეს გამოთხოვილი აქვს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანების მზიამდე ვინც დაიჭირეს საქმეები და ის ამბობს, რომ ეს საქმისთვის იყო მნიშვნელოვანი. და თუ კი ეს საქმისთვის იყო მნიშვნელოვანი, როგორ მოხდა, რომ მხოლოდ 44 წამი არის იმ ანუ პრინციპში სილის გარტყმის ეპიზოდი, ხო, მზიას მარტო მტკიცებულებად. 11 იანვარს ამ საქმეზე თქვენ დართული გაქვთ 11 იანვარს პოლიციის შენობასთან ადმინისტრაციული წესის დაკავებულების შესახებ ინფორმაცია და სასამართლო დადგენილებები ყველასთან დაკავშირებით. რატომ დაუჭირეთ? რაც მოხდა 11 იანვარს. 11 იანვარს. ვარების მიხედვით შემიძლია წაიგრძნო. გასაგებია, შემიძლია პასუხი გაგცეთ. რატომ დაუჭირეთ ხო საქმეს? ჩემი კითხვა ამაშია. მოგეხსენებათ ის ფაქტი, რაც მოხდა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო თვითონ დანაშაულის მიზეზების მოტივის შესწავლა. აქედან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო ყველა გარემოების შესწავლა და გამოძიებამ საჭიროდ მიიჩნია, რომ მოპოვებული იყო როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს, ასევე მისი უშუალოდ წინსწრები ფაქტორები, რაც შესაძლებელია განაპირობებდა კიდევაც დანაშაულის მიზეზებს. აქედან გამომდინარე, საჭიროდ იქნა მიჩნეული ეს უშუალო წინსწრები მოვლენა იყო და სასამართლოს განჩინება დევს საქმეში, რითიც ანუ პროკურორმა სასამართლოს თხოვა განჩინება, რომ ამოეღოთ აჭარის ტელევიზიიდან 11 და 12 იანვრის კადრები, რომელიც ასახავდა პოლიციის შენობასთან მიმდინარე მანიფესტაციას. პოლიციის შენობასთან მიმდინარე მანიფესტაციას 11 და 12 იანვარს, მათ შორის ის კადრებიც, რომლებიც არ გასულა ეთერში და არ არის დამუშავებული, მოჭრილი და შავი მასალა. ანუ სრულად ყველაფერი უნდა ამოეღოთ ეთერში გასული და ყველაფერი რაც გადაიღეს. სინამდვილეში არაერთი მედია საშუალებით რადიოდა იმ დღევანდელი მოვლენები და აჭარის ტელევიზიაც იქ იყო და არაერთი საათის განმავლობაში იღებდა ამ კადრებს და არაერთი სიუჟეტი აქვს გაკეთებული აჭარის ტელევიზიას და ჩვენს პროფ წარდგენილი. ამ საქმეში აღმოჩნდა, რომ ბატონმა დიასამიძემ ამოიღო მხოლოდ 44 წამიანი ვიდეო, სადაც ჩანს მხოლოდ სილის შემოლაწუნება, ძალიან მოკლე ინტერვალში, არც მანამ პრეისტორია, არც შემდეგ. კითხვა მინდა დაგისვათ, ანუ განჩინებაში წერია, რომ საპროტესტო არც 11-12 იანვრის საპროტესტო აქციის სამსახური ვიდეო ჩანაწერებული მოიპოვოს და მათ შორის დაუმონტაჟებელი, რომელიც აგართავსებულა ეთერში. შემდეგ ინფორმაციის გამოთხოვაც თქვენ აწარმოეთ აჭარის ტელევიზიიდან. და იქ არის მხოლოდ 42 წამიანი ვიდეო. და ჩემი კითხვა პრომოციას რაში განჩინებით სხვა რამე გქონდათ და ასე ვთქვათ დავალებული თქვენ უნდა მოვეპოვებინათ თლიანად 11-12 იანვრის აქციის სამსახველი, მათ შორის შავი დაუმუშავებელი მასალა. ანუ როგორ მოხდა ისე, რომ მხოლოდ 42 წამიანი ვიდეო გაქვთ, ვიდეო სიუჟეტი გაქვთ მიღებული აჭარის ტელევიზიიდან. რამოდენიმე იყო ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს, მაგრამ რომელიც ასახავდა უშუალოდ დანაშაულის ფაქტს, მოხდა იმ ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვა და დამაგრება. და ჩვენ განჩინების ფარგლებს კიდევ ერთხელ კონკრეტულად ვერ გავცდებოდით. იქ არ იყო სხვა მოცემულობა, რომ მომხდარიყო დაუშვათ სასამართლოს მდებარე ტერიტორიიდან. კიდევ გასვლა კითხვას. განჩინების თქვენ სასამართლოს დაგავალად ეს მოითხოვა პროკურორმა, აგერ პროკურორი რა არის 11-12 იანვარს პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციის სამსახური ვიდეო მასალა. მათ შორის დაუმუშავებელი. ესეთი თქვენ მინდათ მითხრათ, რომ აჭარის ტელევიზიას პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციის ამსახველი მხოლოდ 44 წამიანი სიუჟეტი აქვს? ნახეთ, იქ იყო რამოდენიმე ჩანაწერი. პასუხობ. პასუხობ. როგორც აღნიშნე, რამოდენიმე ჩანაწერი იყო ადგილზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლს. რაოდენობა ნამდვილად არ მახსოვს. ეს ჩანაწერები თვითონ გაიარა, ვინც ესწრებოდა გამოთხოვას და შემდეგში მოწოდებული იქნა ის ჩანაწერი, რომელიც ასახავდა
თვითონ ამ ფაქტს, დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ჩვენი კითხვების მთავარი არსი დანიშნულება იყო ის, რომ ვინ არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ რა მოსაზრებებით სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა ამოიღოთ ყველაფერი და ეს ყველაფერი რომ უნდა ამოიღოთ, რამოძიებას უფლება არ ქონდა, მე დაეჭრა, რაღაცები დაემალა, დაცვისთვის არ ეჩვენებინა. ანუ მათ ყველაფერი უნდა ამოიღოთ, იმიტომ რომ მათ ევალებათ საქმეში ეძებონ როგორც ბრალდებული სასარგებლო მტკიცებულებები, ასე მის წინააღმდეგ. ანუ მას არ შეუძლია თავისი სურვილისამებრ მიჭრას მოჭრას და თვითონ რაც მოაწყობს, ის მოიტანოს მხოლოდ და თან ეს ახლა უდაო ფაქტია, რომ აჭარის ტელევიზიას იმ დღეს რასაკვირველია, ქონდა სრულად ეს ვიდეო სიუჟეტები სრულად თუ არა უდიდესი ნაწილი მას ექნებოდა და ვერც ერთ შემთხვევაში ტელევიზია 44 წამს ვერ გადაიღებდა მხოლოდ, ხომ შეუძლებელია ჟურნალისტი აი როგორ უნდა მოახერხოს. ის მოჭრილია აშკარად, ისაც არ იცის ამ რა უბრალოდ პასუხი არ ქონდა ამ კითხვაზე, საერთოდ ეს რა არის, გასულია, შავია, ეს 44 წამი რატოა, დანარჩენი რატო არ არის. ჩემი კითხვა შემდეგი, აი ამ ვიდეოს ახლა საიდანაც იწყება. ეს შავი მასალა ეთერში გასული. ალბათ თქვა რა არის? რა ეს შავი მასალა თუ რა არის? ეთერში გასულია, აჭარის ტელევიზიაზე ლაივები ქონდა და ეხლა ძებს სხვათა შორის მათი ლაივები ეხლა ძებდება მათ ვებგვერდზე, რაც არ ამოიღეთ ასე თქვა განსაკუთრებით. ეს შავი მასალაა თუ რა არის? რას გულისხმობთ? შავ მასალაში რას გულისხმობთ, რომ დააკონკრეტოთ? ეს არის ჩვეულებრივი ინფორმაცია. თქვენ შავ მასალას რაც იღებთ, ვერ ხვდები უბრალოდ. მათ შორის დაუმონტაჟებული მასალა. ეთერში არ გასული მასალაა და რომელი გამოიწოვებს ხო? ეს ეთერში გასულია, დამონტაჟებულია, აქედან მოჭრილია, აქედან მოჭრილია თუ ეს რომ მოიჭრა. თქვენი მითითებით მოიჭრა თუ საქმე? არა, ეს არ მოჭრილა, ეს რაც იყო ცალკე გამზადებული, ჩვენ არ დაგვიჭრია იქ. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ხო? ჩვენ მოცემ თვითონ ხანგრძლივობებს არ შევხებივართ იქ. როგორც გამზადებული იყო და განჩინების ფარგლებში რაც ჩდებოდა, ასევე გამოძიების ინტერესებში შესაბამისად ის დამარხდა საქმეზე. ჩვენ მონტაჟი და რაიმე არ მოგვიხდენია. ეს მოგვაწოდეს მათ უკვე რაც ჰქონდათ ამბობენ. ამას წინ აშკარად აქვს ხო რაღაცა? ანუ აი ერთი წუთით ადრე ეს კადრი აქედან არ იწყება, ხო ფაქტია? ცოტა ადრე. საქმისთვის ექნებოდა მნიშვნელობა, ცოტა ადრე რო იწყება იმ ამბავს. ნახეთ, ცოტა მერე როა ამის მერე. ცოტა ადრე რო ყოფილიყო და განჩინების ფარგლებში თუ ჩავждებოდით, ეს რაც იყო უფრო გამზადებული. გამოვითხოვდით, რაც იყო და არ გაცდებოდა იმ ტერიტორიაზე. აჭარის ტელევიზიას აქვს კადრი, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი სხვათა შორის, აი აქედან სადღაც 1 წუთში, კიდევ 1 წუთში ვითარდება ის პროცესები, სადაც ჩანს ბატონი გრიგუაძე, ორივე ლოგი, კარგად, ასად არაფერი რომ არ აქვს. აი ამის მერე მოდის ზუსტად ის კადრი. თქვენ კადრი არ გინახავთ? ნამდვილად არ მახსოვს. არ გინახავთ. ესე იგი აჭარის ტელევიზია მოგცემთ მხოლოდ 44 წამიანი კადრი, ეს პასუხი მინდოდა. მანამ მე არ არის. ამიტომ დიდი დრო დაიხარჯა ამაზე, ფაქტია რომ გამოძიებას წარმოიდგინეთ, ანუ ამითი რა ჩვენა გამოძიებამ, რაც უდღეშია გამოძიება, აქ მტკიცებულებების თვალსაზრისით, რომ 44 წამზე მეტი ვერაფერი ვერ ნახა კადრი, რომელიც იქნებოდა გამოძიებისთვის სასარგებლო. ანუ არ არსებობს კადრი, სადაც ჩანს, რომ რომელიმე მანიფესტანტი იმ დღეს მართლაც არღვევდა კანონს, ასეთი კადრი არ არსებობს. არსად არ არსებობს, ესე იგი არსად და ამიტომ ამოიღო მხოლოდ 44 წამი კადრი და ყველა სხვა კადრი მის საწინააღმდეგოდ იყო. ამიტომ არ ამოიღო აჭარის ტელევიზიიდან. ამიტომ ეს კითხვები მიემართებოდა სწორედ აი ამ გარემოების გამოკლებას და ჩვენ შემდეგ მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას იმ მოთხოვნით, რომ ამ თვალსაზრისით მოხდა სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. იმიტომ რომ აი სწორედ 44 წამის ამოღება მოხდა, თუმცა საბოლოოდ ბატონმა დიასამიძემ თქვა, რომ მე არაფერ შუაში არ ვარო, აჭარის ტელევიზია მომცა მხოლოდ 44 წამიანი კადრიო. მეორე რაც მნიშვნელოვანი იყო დიასამიძესთან, იყო ნიღბიანი პოლიციელების ფაქტორი. და ასევე ის რამდენად შეიძლება და რამდენად გარჩევადია, ასე ვთქვათ, იმ კადრში ნიღბიანი პოლიციელების ვინაობა.
ფაქტი იყო ის ასევე, რომ დიასამიძემ ეს ვერ შეძლო და ვერც გარისკა, მოდი ესე ვთქვათ, რომ ამოიცნო ვინ იყო. აქედან გამომდინარე თავიდან და ბოლქვაზე მაჩვენეთ რომელია. შეიძლება პროფესორად გამოვშვათ თავიდან. ნახეთ, როგორც მე მახსოვს, ბოლქვაძემ თავად აღნიშნა, რომ უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. როგორც მე მახსენდება, არის უშუალოდ ქალბატონი მზია ამაღლობელის გვერდით მდგომარეობა. ზუსტად ვერ გეუბნებით, არ მახსოვს. პასუხობ კიდევ ერთ რა არის ამაში საოცრებად კონკრეტულად. დაკვირვებული სახე გაქვს. ქალბატონი მზია ამაღლობელის მარცხენა მხარეს გამოდის, როგორც მე მახსენდება. უკან მდგომია, რომელი? კონკრეტულად გეუბნებით, ვერ გიკონკრეტებთ. არ მახსოვს და ეხლა მე რამდენჯერ უნდა მკითხო. მისი მთავარი პრობლემა ასევე ამ მოწმეთა დაკითხვის თვალსაზრისით რაში მდგომარეობს, რომ ესეთი ბატონმა დიასამიძე მისი აწარმოა მათი გამოკითხვა, რომ მან არსად არ მიუთითა, რომ ამ მოწმეებს ჰქონდათ ნიღაბი. ამ დაკითხვებში ის იძულებული იყო დაედასტურებინა, რომ მან იცოდა, რომ მათ ჰქონდათ ნიღბები, მაგრამ არც ამ კითხვას უსვამს და არც პასუხებია. ანუ ამითი მოატყუა დაცვა მან ფაქტიურად. ჩვენ როდესაც საქმე ჩავიბარეთ, ჩვენ არ ვიცით, რომ ისინი არიან ნიღბიანები, იმიტომ რომ ის ამ კითხვას არ აძლევს, ისინი არ ამბობენ და აღმოჩნდა, რომ თურმე მან იცის და ისეც აღმოჩნდა, რომ თურმე მათ ნიღბები აქვთ ამ პროცესში. და ესენი არიან ნიღბიანი მოწმეები და ჩვენ ვერასოდეს ვერ მივხვდებით, ესენი მართლა ისინი არიან თუ არა. ეხლა თქვენ ახსენეთ ნიღაბი. თქვენ იცოდით, რომ ეს ნიღბიც იყო? ნიღაბი მოიცნაო, შემოვიდა ნიღაბი ელეთა მე მოიცნაო და თქვენ იცოდით, რომ ეს მოწმე ნიღბიც იყო? ჩვენება ხო გვაქვს მისი საქმეში. ჩვენებაში რომ არ არის ნაცნობი, რომ მას ნიღაბი აქვს? ჩვენებაში კონკრეტულად ის საუბრობს, სად და როგორ იდგა ქალბატონი. მე ნიღაბზე გეკითხები, როგორი ქალბატონო, ანალიზის საშუალება ხო იყო შემდეგში? ნიღაბზე გეკითხები. პასუხობ. მიხარით ნიღაბიო. პასუხობ, ზუსტად იმ ჩვენებიდან გამომდინარე, მისი ლოკაცია შესწავლილი იქნა და შესაბამისად ვიცოდით, რომ ნიღაბი უკეთია. აი ეს ლოკაცია რო შეისწავლეთ, ეხლა მაჩვენეთ ის ლოკაცია ეხლა. ხო გიპასუხეთ უკვე რომ ზუსტ პიროვნებას, მაგრამ ვიცით რომ უკან დგას. და უფრო მეტიც, ჩვენ მას თავად ვკითხეთ. აი, შენ თუ შეგიძლია, შენ გითხრა, აბა, რომელი ამ კადრში ვაჩვენეთ და მან ვერ ამოიცნო. მანაც ვერ ამოიცნო და ამიტომ ვერ გარისკა უფრო ალბათ ეთქვა, რომ რა იცი და რაღაცა შეშლო და პიროვნება დაიკითხა. მან მიუთითა კონკრეტულად. მე ხა ვერ ვამბობ. შეიძლება არ მახსოვს ზუსტი ლოკაცია. მე დაიკითხა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ამ თვალსაზრისით ჩვენ მას ვეკითხებოდით, რომ აი რომ მოვიდა პოლიციელი, ხო? და რომ გითხრა, რომ მე ვარ ის, ვინც ვნახე ეს ამბავი. აი, რითი დარწმუნდი, ვინ არის? მის რა მოკითხვებში არ ჩანს, რომ ან ვიდეოში კითხა, სად ხარ, რომელი ხარ, ნიღაბი გიკეთია, არ გიკეთია, საიდან მოხვდი ჩემამდე, საიდან მოხვედი, ანუ მას ამაზე პასუხები არ ქონდა აბსოლუტურად. მე მას ვეკითხები, იქ იყო უთვალავი პოლიციელი. აი უთვალავი პოლიციელი და ეს რომ იყო თვითმხილველი, ეს საიდან იცოდით? ეს არის ჩემი კითხვა. ქალბატონო, მაი ეს მე უშუალოდ ეს ვიცოდი და არ ვიცოდი, ეს სხვა მხარი არის კიდევ. გეუბნებით კიდევ გიმეორებთ. ბატონი ვახტანგი არის სამართალდამცავი. იქ იმყოფებოდა შემთხვევის დროს, შემდეგში უკვე საგამოძიებო ორგანოსთან მას ჰქონდა შეხება. შესაბამისად ის დაფიქსირეს თუ გაინტერესებთ ის ნათქვამიც აქვს ზეპირად გაჟღერებული რომ აქ ვიყავი, იცოდა მან როგორ მოხდა ეს დანაშაული კონკრეტულად, აქედან გამომდინარე მიჩნეული იქნა რომ მას ჰქონდა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და უნდა მოხდარიყო მისი დაკითხვა. აქ ფიქრობ საოცარი არაფერი არ არის. არაფერი არ, ჩემი საოცარი არაფერი არ ხდება. ჩემი კითხვა არის რაში? მან რომ ბევრი რამე იცოდა, გავიგე. იცოდა ნახა ბევრი რამე. მაგრამ თქვენ როგორ გაიგეთ რომ მან ბევრი რამე იცოდა და იქ იდგა? ამას ვერ იცოდი. სანამ გავაკეთე. სანამ გავაკეთე. გეუბნებ კიდევ ერთხელ გიმეორებ, როგორ გავიგეთ? გეუბნებით რომ ეს ადამიანი მე ვიყავი კადრში, ვერ მაჩვენეთ ვინ არის. სახეზე კი იცნობ, მაგრამ ვერ მაჩვენეთ ვინ არის. რომელია? და მე როგორ გეუბნებით მიუთითე რომ ქალბატონი მზიას
უკანა მხარეს იყო მისი ლოკაცია როგორც მახსენდება. უშუალოდ უყურებდა. ლოკაციაზე რამდენი ადამიანი იდგას? მოწმე თავის არ მოდის რა მომძიებელთან, ხო? ჩვენი კითხვები მიემართებოდა იმას, რომ რითი დაადგინეთ, რომ აი ეს მოწმეთა ბაზაა. აი ეს პოლიციელები არიან ისინი, ვინც ნახეს ეს ამბავი, იმიტომ რომ შემდეგ, როდესაც უკვე ოზურგეთის პოლიციას მოუწია მათთან ამ ვიდეოს დათვალიერება, აღმოჩნდა, რომ თურმე ესენი ნიღბიანები არიან, თურმე აქედან ნაწილი საერთოდაც არ ჩანს კადრში და სადღაც სხვაგან დგას, მაგრამ ასე ხრიტი, ასე ვთქვათ, თვითონ ერთგვარი, მაგრამ რომელიც ზედაპირზევე ჩანს ბატონი დიასამიძის დაკითხვებში რა არის, იცით, ყველა ეს მოწმე მასთან დაკითხვაში ერთნაირად არავინ არ ყვება რაიმეს განსაკუთრებულს. ყველას ჩვენება არის გადაკოპირებული და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ერთხელ როდესაც აკრიფეს და მე შემდეგ უბრალოდ რეკვიზიტები ცვალეს და ხელი ისე მოაწერეს, არავინ არაფერს განსაკუთრებულს არ ყვება, რომ დარწმუნდე, რომ აი ამ კაცმა იცის მარტო და სხვა მარიცის და ეს ნამდვილად იქ იყო. არის რომ ყველა ისინი ამბობენ მასთან გამოკითხვაში, რომ იდგნენ პოლიციის შესასვლელ ჭიშკართან იქვე. ეხლა აი ამას იტყვის ყველა პოლიციელი, იმიტომ რომ უამრავი პოლიციელი დგას იქ ჭიშკართან. და დიდი რაოდენობა პოლიციელი მონაწილეობს საერთოდ იმ პროცესებში და ყველა ეს მოწმე ამბობს, რომ დგას იქვე ჭიშკართან. ამაზე მეც არაზუსტებინებს ბატონი დიასამიძე, სწორედ იმიტომ, რომ ეს საკითხი დარეზერვებულია, მომავალში როგორ დალაგდებიან არ იციან, ნიღბის ქვეშ ვინ, როგორ რანაირად, ამიტომ ეს შემდეგ გააკეთა უკვე ოზურგეთის პოლიციამ გამოძიების დასასრულ ეტაპზე, ანუ ჩვენ უკვე საბოლოო საქმე რომ ჩავიბარეთ, მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ესენი სულ ნიღბიანები არიან და ზოგიერთ საერთოდაც კადრშიც არ ჩანს. აი ამ ნიღბიანებიდან როგორც თვითონ ამტკიცებენ, ერთ-ერთი არის გიორგი ბჟალავა, რომელიც არის დგებუაძის მოადგილე. და ის ამბობს იმაზე თუ რატო ეკეთა ნიღაბი, რომ ეს მისი სურვილი იყო და ზოგადად თავად წყვეტენ ეკეთოთ თუ არა ნიღაბი, ხო, და იმიტომ რომ ციოდა. აქციაზე იყავით ნიღაბი. თავიდან ბოლომდე ნიღბით იყავი? თელის როლობა? დიახ. ვინადაც ვიდა რომ ნიღბით უნდა ყოფილიყავი? ნიღაბი უწყვეტს მაგას არის. დიახ. რატო შეიძლება? რატო შეიძლება? ციოდა და გავიკეთე ნიღაბი. ეგეც ვთქვათ მაია, რომ როგორ არის ეს წესით და რიგით, ანუ მას აქვს უფლება რომ ეკეთოს ნიღაბი თუ არა? არა, რასაკვირველია. პოლიციელის ფორმა, სად, რა, როგორ, ეს განსაზღვრულია კანონით და კანონქვემდებარე აქტებით. ანუ ამ ტიპის პოლიციელები და საპოლიციო დანაყოფებს მათ არ აქვს უფლება, როცა გაუხარდებათ გაიკეთონ ნიღაბი, ვისაც როგორი გაუხარდება, ისეთი გაიკეთოს და რა გარემოებაშიც გაუხარდებათ, იმ ტიპის ნიღაბი გაიკეთოს. და აი ზიას საქმეზე მოწმე აჩვენა კიდევ აი ის მთავარი უკანონობა ამ ნიღბების უკან, რომ თავად სახელმწიფოც ფორმალურად ვერ გეუბნება და არ გეუბნება, ანუ თვითონ სახელმწიფოა უძლური გითხრას აი ამ ნიღბის უკან ეს არის თუ არ არის. ჩვენ საქმეში პროცესზე პროკურორმა თქვა თვითონ, რომ ხო ცხადია, რომ ამ ჩვენ ნიღბის უკან ვერავის ვერ ვიცნობთო. გამომძიებელი ვერ ცნობს, პროკურორი ვერ ცნობს. დაცვამ როგორ უნდა იცნოს, საკუთარი დედა ვერ იცნობს ამ კადრებში ამ პოლიციელებს, არაფერი არ ჩანს, სხვა მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს, ანუ ასეთი სცენარი შემოგთავაზეს, რომ აი თვითონ თქვა, რომ ეს ნიღბიანი მე ვარ და მე რა საფუძველი მაქვს არ ვენდო გამომძიებელი დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს. ასევე ბჟალავასთან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ ბჟალავაც ამბობს იმას, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო. დიახ. თუმცა და ეს პრინციპში თავარი მტკიცებულებაა, ხო? მტკიცებულებას ვერ დავარქვით, მაგრამ ჯამში შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ რაც ამდენი შრომა შესაძლოა ადმინისტრაციულ საქმეში, ასე ვთქვათ, ეს წყალში ჩაუყარა გოჩავანაძემ არა და გიორგი ბჟალავამ, იმიტომ რომ ჯამში დაადასტურა ის, რომ მზია სტიკერის გაკვრის გამო დაიჭირეს, რაც წესით კანონიერად ვერ უნდა მომხდარიყო. მე კითხვა არის, რა იყო დაკავების საფუძველი? ვის გამო დააკავა ვანაძეს? გისმენთ ბატონო. ვანაძემ დააკავა მოუწოდეს კალვატონის ზიას, რომ არც სტიკერი გაეკრა, დამშვიდებული იყო, მაგრამ მან მაინც გააკრა შენობაზე სტიკერი და ამის გამო იყო დაკავებული. სტიკერის გაკვრის გამო. მადლობა. მე ვერ ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბევრი იშრომა, არაფრიც არ უშრომია ამასთან დაკავშირებით. ბევრი სიყალბეები კი ჩაიდინეს ამ თვალსაზრისით და ამიტომ ეს სიყალბეები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ ზიას ადმინისტრაციულ დაკავებას ამ საქმეში კიდე გამოვიკვლევთ ჩვენ სხვა მოწმეებთან
და ხო ბატონ ბჟალავას ხო და სხვა მოწმეებიც იძულებული არიან, როცა ვეკითხებით, აი ეს ბესელია, რო სასწავლენ უნდა თქვან, რომ ეს არის ბესელია, ვინც აკავებს მზიას, თუმცა იმ ნაწილში რომ მანამდე ვითომ რაღაცებს ჩადიოდა მზია. ხო, ну აქ ბჟალავამ პირდაპირ თქვა ყველაზე ასე ვთქვათ, გაბედულად, რომ მზია მას და პოლიციელებს და ის არ ყოფს თავის და პოლიციელებს ეძახდა ბოზებო მონებო, ხო. ხო. ну არ ბჟალავა მაშინ როცა ან მის ჩვენებებში და გამოკითხვაში არცად ეს არ უხსენებია არასდროს იქამდე. ჩულის ყველა ითვლება ჩემთვის ყველა პოლიციელი აღენებდა ეს არის მისი ადმინისტრაციული დაკავების წინა ისტორია, ხო? ყველა პოლიციელს აღენებდა შეურაცხყოფას. სიტყვები ხო არ გახსენდება? არ გახსენდება, მაგრამ ეს შეურაცხყოფა რა იყო? დინება იყო? სუდი სიტყვები იყო. ну მაგალითად თან თუ მოუწოდებდნენ, თან აგრესიული იყო, ამისა შეიძლება არ გახსოვდეს რა. ასეც რას აკეთებდა? დავიმეორო ის სიტყვები? მოდის მოგიხდით საზოგადოებას, ბოზებო და ასე შემდეგ. ასე იძახდა? არა მხოლოდ მის ჩვენებებში, საქმეც ამაშია, რომ ამ პოლიციელებს არ ვიცი როგორ ამეცადინებს ბრალდება, ან რა კუთხით ამეცადინებს, მათ გონიათ, რომ ეხლა ანუ ბჟალავას ჩვენება იყო თავიდან ბოლომდე სიყალბეებზე აგებული და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი და ურცხვი სიყალბე, რაც ასე გაიჭიმა ეს მოწმე პროცესზე და რა მოაცხადა, რომ მზია თურმე აი ამ სიტყვით მიმართავდა მათ, რითიც პრინციპში მთლიანად დაანგრია თავისი ჩვენება სრულად, იმიტომ რომ ის რომ მზია ამ სიტყვას იძახდა, ამას მზიას არ ედავება არც პოლიცია, არც ბრალდება. ეს არ არის მითითებული არც დაკავების ორგანოში, არ არის მითითებული არც სამართალდარღვევის ორგანოში, არ არის მითითებული არც სისხლის სამართლის საქმეში, ანუ ამ ადამიანმა აი ასე ვთქვათ, თავის ჭკუით ისეთი მოინდომა გადაწყვიტა, რომ აი ამასაც გვეძახდაო, ამით მთლიანად ხაზი გადაუსვა, ეხლა სხვა არაერთი სიყალბეები საუბრა, მაგრამ მთლიანად გადაუსვა საკუთარი ჩვენების ხაზი, საკუთარი ჩვენების სარწმუნოებას. ეხლა გარდა იმისა, რომ თვითონაც არ ამბობს, არც ერთი დოკუმენტი არ ამბობს. და მათ შორის ამავე ჩვენებაში თქვა ის დაკითხვისას, რომ მზიას აგრესია გამოიხატებოდა ტონალობაში. ეს აგრესიული ტონი ტონალობაში გამოიხატება მხოლოდ თუ რაღაცა ანუ შეურაცხყოფელი უთხრა შეადგინა შევიჭო ტონალობას იმ მიტინგზე ხო და ყველაზე ხმა მაღალი ხმა ქონდა მზიას ანუ მისი ხმა რატო გამოირჩეოდა ესეთი აგრესიულობით თუ ტონზე საუბრობ ხო და არა ფრაზებზე ხო ფრაზა არ ყოფილა მედათმე რომ ერთმანეთში ვისაუბროთ ხა და შეურაცხყოფას არცეთ არ ვაყენებ და ის ხალხი ხმაურობდეს და ჩვენ რო ერთმანეთს ტონი აუწიოთ, ანუ ტონის საზევა ხო არის ეს? ტონი აუწია. დიახ, ანუ შეურაცხყოფა სიტყვიერი და რაღაცა შეგინება და რაღაცები არ ყოფილა. და ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თუ კი მართლა კადრში ის გიორგი ბჟალავაა, ვისაც უთითებს ყველა და თავადაც უთითებს, მაშინ შეუძლებელი იყო მას დაინახა მზია სილა ლოყაში და თუ ლოყაში დაინახა ვთქვათ არ ვიცი ზებუნებრივად ყურში რანაირად მოხდა. პირველი გამოკითხვისას 12 იანვარს როდესაც გამოკითხეს. თქვენ ამბობთ რომ მზია ხელი გააწვა საქმის და ყურის არეში. გაშული ხელი. მაგრამ აი ნახეთ ისეთი როგორ დაინახეთ მარჯვენა მხარეს ყურში მოხდა, ლოყაზე მოხდა, უკან მიდეხეთ პროცეს იქით მიმართულება. ანუ აგეს თავდადო გაშულ ხელს ხბაში რო ხვედროდა დავინახო გაშულ ხელს გრიბუაძის ნახეთ ბატონო აი გრიბუაძის უბრალოდ რახარ თავიდან მან აი დავდის დავინახეთ კარგად და უბრალოდ არა მარცხენა ხელით გაჩავს ნუ არ გასულ ამას ავიტანთ
უკან მარცხენა მხარეს. გაშლილი ხელი ხო არის? გაშლილი ხელით როგორ დაინახეთ იქ ვერცხელს ხელს თავზე დააყრია ელექტრალი. ჩალავთ. კები და მიღების გავიგონებთ ფაქტორი. კი ბატონო. მაშინ დაუპოვებულო ხო ვერ დამინახულო. თავიდან და იმ ადგილას და აი გააჩერეთ რაღაც სადღაც კი უკან გავა. არა, მე ხე ლოყას და და აბა არა. ყველი მარცხენა მხარეს ვერ ხედავს. გასაკვირველია, ზიას ხედავს, ემოდის ლოყას ვერ ხედავს. აი კიდე უფრო რაც მირჩება. აბა, კიდევ უფრო კიდე უფრო იდეა. კარგი. ის დგას კადრში ბატონი დრებუაძის უკან, ხო, სწორედ ამიტომ ასეთი სიზუსტით, რომ ზუსტად აი ეს ხელი აი არ გაჩერდა, თქვათ, ყურის დასაწყისთან თუ ყურზეც მოხვდა, აი ეს როგორ უნდა დაინახოს უკან მდგომმა ადამიანმა, ხომ წარმოუდგენელი, მან შეიძლება მიმართულება დაინახოს მხოლოდ, მაგრამ ის რომ ლოყაზე და ყურზეც მოხვდა, ხო, აი ასეთ წვრილმანებით იზომება ხოლმე კი და ჯამში ნუ ყველა ამბობს იმას, რომ მოკლედ ეს სიცოცხლე დაინახეს დღებუაძის ლოყაზე. 15 წუთი იყო გასული ინციდენტი და როცა ვნახეთ გემბოზე ადმინისტრაციულ შენობაში. ციფრებული გაფრთხილება ვიცი